ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს დრო მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო მარიკა, ამერთი გადახედე რამე არ გამოურჩეს. არა მგონია. მეც, მაგრამ მაინც. გამეორება ცოდნის დედაო, ამბობენ. ხო, ბებია ჩემი ზუსტად ესე მეუბნებოდა დილაობით სკოლაში წასვლის წინ. იმიტომაც ხარ ჭკვიანი. დედა, მოდი რა შენს გადახედე. შენ უკეთიცი რა გინდა და რა არა. ჯერ ერთი არ ვიცი და თან ჩემთვის სულ ერთია ხა მაგირაზე ბადრიჯანი იდება თუ ფხალი. რატო, მამა? შენი ქორწილია. ხო, მაგრამ საჭმელები არ მაინტერესებს. ვაიმე? ხორცი მეცოტავება. გოჯი არის. ხბოც, ბატკანიც. სხვა რა ხორცი უნდა ჩავამატოთ, კაცო. ცხვარი? ბატკანი არის და ცხვარი რა გვინდა? მართალია. მე მაპატიეთ, არ ვიცოდი გაგრძელება თუ იყო. არა, ბიჭო, ორი კაცი ერთგვერდიან მენიუს შევავსებდით. და ორ გვერდიანზე ნამცხვარი ვერ დაატიეთ, არა? აი, რაც არ ვიცი, არ ვიცი. ამიტომაც, მარიკა, აი ნამცხრები შენ მოგამდეთ. მად ჩავწერეთ როგორც ტკბილეული. და ნამცხვარი შენც არ გიყვარს? არა, როგორ არ მიყვარს, უბრალოდ სახელები არ ვიცი. რატო იმ დღეს კარგად უთხარი ბრაუნი მომიტანეთო? მეგ იმიტომ რომ შენ გიყვარს და ის ფელამუშის კეიკი. ბებო, აბა ნახე. ეს მაისური უფრო არ ხდება ამ შარვალს? ესეც ხდება, ბებო. შენ წინაზეც ეგრე მითხარე. რა ვქნა, ბებო, ყველაფერი გიხდება და აი, როგორ შეიძლება ადამიანს ყველაფერი უხდებოდეს? არა, მამა? რა მეკითხე, მომიკო? აუქცანგათშული ვარ, მომიკო. იმიტომ რომ სახლში გვიან მოხვედი. არა, ძალიან გვიანაც არ მოსულა. თან შემოვიხრი და ისი საყვარლად გეძინა აღარ გაგახვიცე. ეგრე შენ გონია. არა, მეც ვერ გავიგე, როდის მოხვედი. რამ გამთიშა ეს? გშიოდა ალბათ, ხო? არა. არ ვიყავი მშერი, მაგრამ რომ ყოფილიყავი ხა ვიპოვიდი, რომ ეს არის ნერვიულად მაგაზე. ომა, ეგრე გვიან აღარ მოხვიდე ხოლმე რა. რა ქნას, ბებო, აბა, დატოვოს ხალხი უავეჯოდ და შენ ლამაზი ტანსაცმლის გარეშე? რაღაც საქმეზე მიყავენ. გისმენთ? თქვენობით ველაპარაკები? ხო, უბრალოდ დაბნეული ხარ. არ ვიცი რა გითხრა. ხო, მეც ვერ ხვდები რატო დაგირეკა. ჯობია რომ ცოტა მერე დაველაპარაკოთ რა. თან სამსახურში მეჩქარება. ხო, მეც. კარგი დღეს გისურვო. შენც. ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო არ მინდა წასვლა. მერე დარჩი, ჩემი სახლში იქნებიან. შენებთან რა მინდა? ანუ ჩემ გაწასვლა არ მინდა? მე ეგრე თქვი. ეგ ისედაც იგულისხმება. ხო, მაგრამ მაინც გამიხარდება. ბოდიში, მარა გავდივარ. სად მიბრძანდები? მაღაზიაში ჩავდივარ, იცის დედა. აი. გავყვები. მეც. და მე ამოვაციებ. აი. ხო იცი არ მიზარება. დროებით.
კაკა. გინდა ვინ ჩასწრებს, ჰა? არა, მართლა მაღაზიაში კი მივიდივარ. აბა? რაღაც უნდა გითხრა. შეიძლება ჩემები ძალიან გამიბრაზდნენ, მაგრამ მაინც უნდა გითხრა რა. ო, მაგრად გამიტყდება? და შენ გაგიტყდებოდა? არა, არ ვიცი. ეუფ, არ იცის. კაი გეტყვი რა. კარგი, მითხარი. ნინის ქორწილი არ უნდა. ჩემთან? არა, საერთოდ არავისთან. სულ იძახდა ქორწილი გოიმობაა. აბა ეხლა რომ არა, უბრალოდ შენ ხა უარს ვერ გეუნება და იმიტომ. ისა, ანუ აღარ უყვარ. არა, ხო იცი რომ ძალიან უყვარ ხარ, უბრალოდ ქორწილი არ უნდა. აბა რა უნდა? სულ იძახდა სუფრების და მშრალი კაცების ცეკვების ყურება არ მინდა. მირჩევნია მე და ჩემი ქმარი პარიზში გავფრინდეთ ერთად. მეტა აქამდე თქვა რა. მეც მეგონა რომ გეტყოდა, სულ მაგაზე ოცნებობდა. რა შტერი ვარ რა, მე როგორ ვერ მივხვდი. არ უნდა მეთქვა? არა, როგორ არ უნდა გეთქვა. უბრალოდ ცოტა ადრე რო გეთქვა, კარგი იქნებოდა. კარგი, წავედით. რაც მოხვედი წევხარ. რადგე? ნახევარი საათია რაც მოვედი. და საერთოდ რა გინდათ ვერ გავიგე რა. გავდივა რატო გადიხარო? წევა რატო წევხარო? დგავა რატო დგახარო? ზივარ რატო ზიხარო? გავიგე, სტუმარი ყავს. აუ, ის სტუმარი, არავის ნერვები არ აქვს. ანუ წავიდე? შეხარ. გავი თუ ვინია. მე ყავას გაიგებდი, შენ რა ბობა. აბა როგორ ხარ? გადასარევად. შენ. იცი. აბა დაიწყე ახლა. ისმენ. რას უკეთებ საკუთარ თავს, რას უკეთებ მეგობრებს, აყევით მე ერთმანეთს ორ ხმაში. ისმენ. იცი რა? მსგავსი რაღაცების მოპარაკი არც მიფიქრია სხვათა შორის. საკმაოდ დიდი ხარ უკვე რა, რომ იცოდე რა არის შენთვის კარგი და რა არის შენთვის ცუდი. ხო? მე ვერაფერს ვერ გასწავლი შენ. შენ მანდ ჩემს ანახავად მოხვედი? მოვინადრე? აბა უნდა გამოვიცნო, თუ რა უნდა ვქნა? ისმენ. გასაფრთხილებოდ მოვედი. ამა რას მაფრთხილებ? არ ჩემს ქუჩას. არ ჩემს სახლს. არც მე და არც გაბრიელს არ გაგვეკარო. და იმას უნდა იწყებ ახლა რომ შენი შვილია და მე ამას შენ ვერ დაგიშლი. ესე თუ გააგრძელებ. შემხედე. ესე თუ გააგრძელებ. ადვოკატიც არ დამჭირდება, ესე გავაგრობ გაბრიელს შენი ცხოვრებიდან. თუ არ გაგრძელდება ანა. მაშინ ალბათ რაღაც დრო მაინც დაგჭირდება იმისთვის, რომ დაამტკიცო, რომ შენ ცუდი მაგალითი ჩვენი შვილისთვის არ იქნება. რა? რაც გაიგე. მანამდე არ გაბედო და არ გაგვეკარო. თორე საავადმყოფოში კი არა. ციხეში აღმოჩნდები, გპირდები. აზრზე მოდი. გასაგებია? წავედი ხოლმე და ძალიან გამიხარდება და იმედია რომ დაფიქრდება ყველაფერზე.
ხო? როგორ უნდა გადაირიო? მე ხო გადაირიე რა გინდა? მარტომი არ გადავრეულ ვარ. გითხრა რამე? ნუ ეხა მიყვარხარო და ეგეთები არ უთქოს, მაგრამ აი, იცი როგორ მიყურებს? შენ რა საუბნები? მე ვეუბნები ძალიან ცუდად ვარ შენთან, მაგრამ ლიზი მაძალებს რომ ვიყო. მე იდიოტი ხარო. შემოდი დედა. შემოგეჭერით? ой, არა, რა სამბობთ. მამა შენის მეგობარმა გამოგვიგზავნა ჩურჩხელები და ვიცი რომ ლიზი ძალიან უყვარს. გიშდები, მადლობა. ო, ეხლა ახეთში კი შეჭამდით ძალიან გემრიელს. ой, არა. არა? რა არა ლიზი? ნამცხრების გვერდზე ვახშამზე. რა იდო? ხო, იდა. კი, უბრალოდ ეგენი არ ვარგოდა. რაღაცნაირად გამოიყურებოდა, რა, ჭამა კი არ მოგინდებოდა. როგორ ახეთში საუკეთესო სასტუმროში ჩურჩხელა არ ვარგოდა? არა, გემოზე შეიძლება ვარგოდა, მაგრამ აი ეგეთი ლამაზი კი არ იყო. თან მე დაჭრილი მიყვარს. ხო, და იქ გომბორზეო 1-2 ადგილიო მეწყერ საშიშიაო და თქვენ გომბორით წამოხვედით, ხო? მაგრამ კარგი გზა იყო. ხო შენ პირდი გომბორით არ წამოვალთო. ой, გომბორი რომელია? იცით, მე ვერ ყვევი და შეიძლება ეგრე არ წამოსულვართ. ძალიან კაი გზა იყო. მაგიტო ყავდა 8-იანი გეოგრაფიაში. ძალიან დიდი მადლობა ჩურჩხელებისთვის და თუ სხვა უღელტეხილებზე და გზებზე ლაპარაკი მოგინდებათ, ვინდა სხვა დროს ვილაპარაკოთ. თან მიყვებოდა რაღაცას ლიზი. ხო, კი, აბა, თუ რამე დაგჭირდეთ, დამიძახეთ, მიახავარ. მადლობა. შენ აფრე? ჩუმად იყავ, შეგა.